სულის მუზეუმი, რომელიც მაზნიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს და რომელიც გასული წლის 16 ოქტომბერს პრეზიდენტმა პომპეზურად გახსნა, გახსნის დღიდან არ ფუნქციონირებს. გაიყიდა მხოლოდ 3 ბილეთი, რომლის ფასი 5 ლარს შეადგენდა. მუზეუმის კარი დაკეტილია, პასუხისმგებელი პირი კი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თანამშრომლის გარდა მუზეუმს არ ჰყავს. მიზეზი, როგორც ამბობენ, ისაა, რომ თანხები შტატებისთვის არ იყო გამოყოფილი, რის გამოც 4 თანამშრომელი, რომელიც მუზეუმში უნდა დასაქმებულიყო, ხელმძღვანელი, გიდი, მოლარი და დამლაგებელი მუზეუმს არ ჰყავს. ბიძინა აფხაზალას თქმით, კონკურსი მალე გამოცხადდება და მუზეუმი მუშაობას 4 თვეში დაიწყებს. მისივე თქმით, შესაძლებელია სულის მუზეუმმა ადგილი შეიცვალოს. დანარჩენი მუზეუმები, რომელთა გახსნასაც ბათუმში გეგმავდნენ, იარაღის ეთნოგრაფიულ და ხელნაწერთა წელს აღარ დაფინანსდება. თემის დეტალებს მაცეს მომდევნო გამოშვებაში შემოგთავაზებთ. არენანერვა, ხო ჩვენთან $8 ბილეთი. თავიდან ერთი ბილეთი დაკეტილია, იმიტომ რომ ბიუჯეტში ჩასმული არ იყო იქ მომსახურე პერსონალების თანხა, წელს ბიუჯეტში უკვე ჩაისვა, გამოცხადდება კონკურსი და ამ კონკურსის საფუძველზე შეიკრიბება ხალხი და გაიხსნება მუზეუმი. ეს არის ვარაუდის დონეზე, შეიძლება შეიცვალოს, შეიძლება არ შეიცვალოს. ბიუჯეტში არ არის ჩასმული ჯერჯერობით, მაგრამ ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მოვიძიებთ თანხებს.